Am ვიდეოში წარმოგიდგენთ ერთ-ერთ სტუდენტურ ნამუშევარს საბაკალავრო პროექტს სახელწოდებით გასაღებების მენეჯმენტი RFID სისტემის გამოყენებით. Ამ სისტემისთვის დამუშავებულია შესაბამისი ინტერფეისი და შესაბამისი მაკეტი. მომხმარებელს აქვს პირადი RFID ბარათი, ესეთი ტიპის. წინასწარ არის შექმნილი ბაზა, სადაც კონკრეტული ბარათი კონკრეტულ მომხმარებელზეა მიბმული. შესაბამისად, მომხმარებლების იდენტიფიკაცია ხდება აღნიშნული ბარათების მიხედვით. რა თქმა უნდა, ასეთ მენეჯმენტის სისტემისათვის აუცილებელია დახურული გასაღებების ჯგუფი, რომელზეც იქნება საკეტი, ამ შემთხვევაში გვაქვს ელექტრონული საკეტი განთავსებული, აქ გვაქვს ბარათის სამკუთხედი. პრინციპი მარტივია, მომხმარებელი მიდის, ბარათს ატარებს, იღება კარი, შემდეგ იღებს კონკრეტული ოთახის გასაღებს ან აბრუნებს, შემდეგ ხდება იდენტიფიკაცია, ვთქვათ, მომხმარებლის, გასაღების ნომრის, გასაღები დააბრუნეს თუ წაიღეს და შესაბამისი თარიღით ჩაიწერება Excel-ის ცხრილში ეს მონაცემები. გასაღებების საკიდ კუთხეში გვაქვს 6 გასაღების საკიდი. ვიწყებ მოქმედებას, რაც ვატარებ სამკითხველზე. კარი გაიღება, ეკრანზე წაისახება შესაბამისი ინდიკატორი, რომ კარი ღია და ახლა გადადის მოლოდინის რეჟიმში, სისტემა ვაბრუნებ გასაღებს, ვთქვათ 006 დავაბრუნებ. ავტომატურად გამოჩნდა ეკრანზე, თუ ვინ დააბრუნა ეს გასაღები, სისტემა ისევ მოლოდინის რეჟიმშია, თუ მოგვიდება სხვა გასაღების აღება, როდესაც კარს დავხურავ, უკვე ეს მონაცემები განთავსდება უკვე ბაზაში, შეინახება და გადადის ახალი მომხმარებლის იდენტიფიკაციაზე. პირველ გვერდზე გვაქვს გამოტანილი ბოლოს 3 მოქმედება, რომელი ნომერი ვინ წაიღო და შესაბამისად რადგან ბაზა რეგისტრირებულია წინასწარ, ჩვენ შეგვიძლია ტელეფონის ნომრის მითითება და სხვადასხვა პარამეტრის მითითება კონკრეტული მომხმარებლის სახელის, გვარის და ასე შემდეგ. თუ გაატარებთ ისეთ ბარათს, რომელიც ბაზაში არ არის რეგისტრირებული, რა თქმა უნდა არ გაიღება, თუ დაცვას სურს, ვთქვათ, აიღოს კონკრეტული ოთახის ნომრის გასაღები, საკითხის სხვა ჩიპი იქნება, რა თქმა უნდა, გაატარებთ მოვიტანთ ნომრის გასაღებს, გაჩნდება ეკრანზე შესაბამისი მანიშნებელი, რომ დაცვის სამსახურის მიერ შესრულდა ეს მოქმედება და მონაცემები დაემატება შესაბამის ცხრილით. მოხდა ისე, რომ ვინმემ გააღვო კარი ბარათის გატარების გარეშე, ხედავთ ამ სიტუაციას, ხელით გავხსნიო საკეტს და შემდეგ ვთქვათ, წავიღებ კაღებს, რომელიმე შეხედეთ, დააღვევა, დაემატა, რომ 004 არის დააღვევა, ამ შემთხვევაში ცნობილია, ვინ წაიღო გასაღები.